განათლების სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ცენტრის თანამშრომლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ წლებია ცენტრსა და სამინისტროს შორის უთანხმოება არსებობს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა არსებულ უთანხმოებასა და კონკურსის გამოცხადებას თამარ სანიკეძის მხრიდან მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია ვაკანტურია. რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა ცენტრის დირექტორის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. ისინი აღნიშნავენ, რომ წლებია ცენტრსა და სამინისტროს შორის უთანხმოება არსებობს. თანამშრომლების უკმაყოფილების მიზეზი ცენტრის, მათი თქმით, არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტი და თანამშრომელთა დაბალი ხელფასებია, რომლის მომატებასაც წლებია ითხოვენ. ხოვნები არის რომ გაითვალისწინონ მათი სურვილების და ყოველგვარი ცვლილება, რაც კი ხელნაწერთა ინსტიტუტს მოელის, იყოს ცნობილი ხელნაწერთა ინსტიტუტის თუ ცენტრის თანამშრომლებისათვის. ეს ისეთი სპეციფიკური ინსტიტუტია, რომ გარედან მოსული კაცი სპეციალური შესწავლის გარეშე ამის პრობლემებს ვერ გაითვალისწინებს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა არსებულ უთანხმოებასა და კონკურსის გამოცხადებას მინისტრის მხრიდან მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს. წლების განმავლობაში ჩვენ ვსვავდით ჩვენს წინაშე მდგარ სასიცოცხლო პრობლემებს. თუ ასე გული შეტკივებოდათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე, წლების განმავლობაში შეიძლებოდა ამ პრობლემების მოგვარება. მათ შორის ერთ გეტყვით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დღეს აქვს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის და შესაძლებლობისთვის სრულიად შეუსაბამო არაადეკვატური სახელმწიფო ბიუჯეტი. და ამ არაადეკვატური სახელმწიფო ბიუჯეტის საერთოდ არსებობა და მმართველობა როგორ ხერხდებოდა, ეს უფრო საინტერესოა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას კანონიერად მიიჩნევს. თამარ სანიკიძე აღნიშნავს, რომ უწყებაში ჩატარებული აუდიტის შედეგად სერიოზული დარღვევები გამოვლინდა, რასაც სამინისტროს მხრიდან უახლოეს მომავალში შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. მისი მიდგომა და განამატების განაწილება არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული. განამატები არის გაცემული. შეიძლება ითქვას, გარკვეულ რაოდენობა თანამშრომლებს რეგულარულად. ესენი არიან ძირითადად ადმინისტრაციის თანამშრომლები, მათ შორის მისი მძღოლი, მისი მოადგილე, რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ, რომლებიც იღებენ 1, 2, ხშირ შემთხვევაში 3 ხელფასის ოდენა დანამატს ყოველთვიურად. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა ბუბა კუდავა მონაწილეობას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. განცხადების მიღება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე ერთ კვირას გაგრძელდება.